ისტორია, მეგობრებო. ბევრმაც შეიძლება იცოდეს და ბევრმა არა. საკმაოდ მძიმე ისტორიაა, მაგრამ შევეცდებით ცოტა ტინგიც შემოგთავაზოთ. წევი და თხრობა ის საკვირველი. წარმოგიდგენია, შენმა საკუთარმა მამამ 24 წელი მიწისქვეშა სარდაფში ამოგაბეროს. ეს არ არის ფილმი, სამწუხაროდ ეს მძაფრ სიუჟეტიანი რეალობაა. ეს ამბავი მოხდა ავსტრიის პატარა ქალაქ ამშტეტენი და ამოწყვეტა 1984 წელს. 18 წლის ელიზაბეთ ფრიცლი აორთქლდა თვითმფრინავის ფუფუსავით. დედამისმა პოლიციას მიმართა, თუმცა მამამ იოზეფ ფრიცლმა და არ გადარჩენა მაგას, თქვა რომ გოგონა იეჰოვას სექტაში გაიქცა. და დამამტკიცებელ საბუთად ელიზაბეთის მიერ დაწერილი წერილი აჩვენა, სადაც ის თავად წერდა რომ აღარ დაბრუნდებოდა სახლში. პოლიციასაც მეტი რა უნდოდა და დაიჭერეს. ტრაკის განძრევა ყველას ეზარება. არავინ არ იცოდა რომ იოზეფმა საკუთარი შვილი ჩაკეტა სახლის ქვეშ მიწისქვეშა ბუნკერში. ბუნკერი თვითონ ამ მოდგმიდან ამოსაგლეჯმა ააშენა საიდუმლოდ. გასაღების მხოლოდ მას ჰქონდა. საწყალი ელიზაბერი დღე და ღამე 5 კვადრატულ ოთახში იყო გამოკეტილი. მალე იოზეფმა სამყაროს უზარმაზარმა შეცდომამ და გადასაშენებელმა საკუთარ შვილზე სექსუალური ძალადობა დაიწყო. არ გეგონოთ რომ ერთხელ მოხდა ეს. არა, ეს საგვარეულოდ ყლეს სისტემატიურად წლების განმავლობაში ძალადობდა ბედისგან დაჩაგრულ ელიზაბეთზე. ამ ცხოვრებისგან კატოკ გადავლილმა დაბეჩავებულმა გოგომ ბუნკერში 7 შვილი გააჩინა. 3 ბავშვი იქვე ცხოვრობდა დედასთან ერთად ბუნკერში. დანარჩენი ბავშვები კი ამ თავპირმოტყნულმა ზევით სახლში აიყვანა. ესე ამბობდა რომ ამ ბავშვებს ელიზაბეტი ეზოში ტოვებდა ხოლმეო. ერთი ბავშვი გარდაიცვალა და ის ამ გავეშებულმა კაცმა დაწვა. წარმოიდგინეთ ხალხო ამ ყველაფერს 24 წელი ვერავინ ამჩნევდა. ეს დამპალ დღეზე დაბადებული კაცი, ის ინჟინერი იყო, ისე ცხოვრობდა რომ ყველას ჩუმი წყნარი თავმდაბალი კაცი ეგონათ. ელიზაბეთის დედაც წარმოიდგინეთ იმავე სახლში ცხოვრობდა და მას ამ წლების განმავლობაში არაფერი შეუმჩნევია. საცოდავი ელიზაბეტი ბავშვებთან ერთად ბუნკერში ცხოვრობდა როგორც მოჩვენება. მხოლოდ ერთ პატარა ტელევიზორი და სამზარეულოს ნიჟარა ჰქონდათ. გული ჩამეთუთქება ეხლა ხალხნო. მათ არასდროს ქონიათ არც მზის სხივები, არც ჰაერი. ისინი ისე გაიზარდნენ რომ ამ ოთახის მეტი არაფერი უნახავთ. სრული ჯოჯოხეთი. საკვები ამოსაწყვეტს მიქონდა რა თქმა უნდა, ოღონდ მაშინ როცა თვითონ მოუნდებოდა. ბავშვები იძულებულები იყვნენ ჩუმად ეთამაშათ, მეზობლებს რომ არაფერი გაეგოთ. მეზობლები კი ამბობდნენ რომ ეს მახინჯი ავადმყოფი კაცი დამოუკიდებელი და ცორა მკაცრი ადამიანი იყო. წლების შემდეგ ერთ შვილს 19 წლის კერშტინს დიახ არ მოგესმათ 19 წლისას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა გაუჩნდა. ამ ბოდიში და დედამოტყნულ კაცს სხვა გზა აღარ ჰქონდა და ელიზაბეთთან შეთანხმდა რომ საავადმყოფოში მიიყვანდა. სწორედ აქ იწყება სიმართლის გამოაშკარავება. მადლობა ღმერთს, როგორც იქნა. ექიმებმა ვერ გაიგეს რატომ ჰქონდა გოგონას ასეთი დაბალი იმუნიტეტი და ასე უცნაური ქცევები. მათ იეჭვეს რომ საქმე სერიოზულ ოჯახურ ძალადობასთან ჰქონდათ. პოლიციამ განცხადება გაავრცელა, მოუწოდა დედას რომ გამოცხადებულიყო. ამ თავყლემ ელიზაბეთს უბრძანა დაეწერა კიდევ ერთი წერილი, მაგრამ უკვე აღარ ჯეროდა პოლიციას. ცოტა ხანში იოზეფი საავადმყოფოში მივიდა ელიზაბეთთან და ბავშვებთან ერთად. ამ ცხოვრებისგან კატოკ გადავლილმა ბავშვებმა პირველად ნახეს მზის შუქი. პოლიციამ ეგრევე დააკავა ეს გადასაშენებელი კაცი. საწყალმა ელიზაბეთმა ჩვენება მისცა და ყველაფერი დეტალურად მოყვა. ბუნკერი დააკვალიერეს და შოკში ჩავარდნენ. ოთახი ძალიან პატარა იყო ჭერიც. მხოლოდ ერთი საწოლი, ერთი ტელევიზორი და შარდის სუნი იყო ყველგან. სასამართლომ ეს საქმე საუკუნის დანაშაულად აღიარა. იოზეფ ამოსაწყვეტად არ გასახარებელ ასაჩეხ ფრიცლი დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ჩემი აზრით ეს ვირთხის ლეშზე აყროლებული კაცი წამეთ უნდა მოეკლათ 1.5 კვადრატულ ოთახში. ამ საშინელება კაცს თავისი შვილი მუდმივი კონტროლის ქვეშ ყავდა ბავშვობიდან. ეხლა ეს მახინჯი 80 წლიზე მეტის არის, ისევ ციხეში, ისევ ცოცხალი, მაგრამ სიგიჟის ზღვარზე. ციხეში კაი დღეში არ ჩააგდებენ ამ სახით სათრევს, მაგაში დარწმუნებული ვარ. ელიზაბეტი და მისი ბავშვები ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გადიოდნენ წლების განმავლობაში. მათ ცხოვრება ნულიდან დაიწყეს. ახალ ქალაქში გადაცხოვრდნენ, გვარი შეიცვალეს. ამბობენ რომ ელიზაბეტი ცდილობს ძლიერი იყოს შვილების გამო. ეს ამბავი მსოფლიოს წამყვან მედიებში შოკით გააშუქეს. ბევრი დოკუმენტარული ფილმი და წიგნი გამოვიდა ამ ამბავთან დაკავშირებით. ავსტრიამ ამ ამბით ისწავლა რომ 7 სახლის უკან შეიძლება ესეთი სისასტიკე იმალებოდეს.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ელიზაბეტი გმირია და არა მსხვერპლი. მე კი ვიტყოდი შევეცი ეგეთ გმირობას თქო, მაგრამ მე ხომ ფსიქოლოგი არ ვარ. 24 წელი ბუნკერში, მუდმივი ძალადობა, შიმშილი, სიჩუმე და შიში და ის გადაურჩა ამ ყველაფერს. ვიტყოდი, რომ ბედი აქვს საბოლოოდ, რომ დაუსხლტა ჰელიდან იმ ეშკმაგზე მახინჯს. მაგრამ რა ის ბედი? ბედი რო ქონოდა, ეგეთ ისტორიას არ გამოივლიდა. რა ვიცი, რა გითხრათ, ძალიან მძიმე ისტორიაა. მეორე ისტორიაც ნამდვილია, ჩემო კაი ადამიანო, მაგრამ ისეთი მძიმე და წერტილი არ არის, როგორიც პირველი. საკმაოდ საინტერესო ისტორია ჩემი მოკლე ართთა ხედვით. ცევიდა. ესპანეთის პატარა ქალაქ ბურგოსში 1963 წელს ქალი სპირტივით აორთქლდა. ის არავის გაუტაცებია, არც კვალი და კვამლი დაუტოვებია არსად. ანხელა ბერნალი 34 წლის, მშვიდი, განათლებული ქალი განათლებამ. ვერ უშველა ვერც სიმშვიდემ დეიძინა და ვეღარც გეიღვიძა. იმ დილით თავი უსკდებოდა ისე თითქოს სპილომ დააბიჯა თავზე. ისეთ დაღლილობას გზნობდა დილიდან თითქოს მთელი სახლი დააბზრიალ დააწკლიალა. ექიმმა ნევროზიო და სტრესიო ქალბატონო ანხელაო, ასე უთხრა. სამსახურიდანაც დროებით გაანთავისუფლეს უფრასმა ანხელიკო წადი სახლში იკოტრიალეო. ანხელამ კოტრიალის ნაცვლად დაიძინა და ველოდებით ყველა მაგის გაღვიძებას, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი. დღეები გავიდა კვირები, კვირას რა თქმა უნდა თვეები მოყვა და ასე. ოჯახი დაპანიკდა, მიაკითხეს ექიმებს, მაგრამ როდის გინახავთ ექიმს მკითხავა არ დაეწყო. იმკითხავებს და დარჩა მკითხაობა მკითხაობად, ამ ჩემის ძილის პარალიჩს თვალებ ღია ეზინა. რეაქცია რა თქმა უნდა არაფერზე ქონია. თვალები ღია დატოვა ოჯახი რო გამოედებილებინა. ტემპერატურა და პულსი ხარივით ჯამსთელად იყვნენ, მაგრამ ანხელიკო გონზე არ მოდიოდა თვალების დახუჭვა ხო ზედმეტია საუბარი. ეს არ იყო კომა, ეს იყო გაურკვეველ ამოუცნობ ამოუხსნელი ფენომენი. ქალმა დაიძინა, შემდეგ თვალები დააჭკიტა, მაგრამ თვითონ ქალი არსად ჩანდა. ექიმებმა არ მოვლენას პასიურ გაღვიძების მდგომარეობა შეარქვეს, კიდე კაი სახელი მაინც მოუფიქრეს მაგათ შემოვევლე. ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, ანხელიკას სახლში წაეპარპაშებინათ და ეზრუნათ მასზე. დედას გულშემოვევლე და ვენაცვალე. ყოველ დღე ესაუბრებოდა მერე რა რო პასუხი არ იყო იქიდან. მისი და უკეთებდა ფრჩხილებს, უკითხავდა წიგნებს და უსმენდა მუსიკას. ანხელა არც მოძრაობდა, მაგრამ სიკვდილსაც არ აპირებდა. ქალი ისვენებდა, რა შეუწუხეს კაცო გული. ექიმებს როგორც ყოველთვის არაფერი ჰქონდათ სათქმელი. ამბობდნენ, ეს ხო სიცოცხლე აღარ არისო, მაგრამ არც სიკვდილი არისო. დრო გადიოდა უფრო კონკრეტულად წლები გადიოდა. 1980 წელს ანხელიკას ტკბილი დედიკო გარდაიცვალა. ანხელიკა ისე ვიწვა საწოლში, როგორც გაშეშებული კადრი, როგორც გაჭედილი კომპიუტერის ეკრანი. 1985 წელს მისი დაგახდა ავად და ექთანი დაიქირავა. ექთანი ამბობდა მის თვალებში დიდ სევდას ხედავო, ესმის, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლიაო. ამაზე ექიმებმა დაცინეს ექთანს, მაგრამ ექთანი მაინც განაგრძობდა ანხელიკასთან საუბარს. ექიმმა თქვა, რომ ანხელამ თითი დამიქნიაო, მერე ოდნავ შეერხა ტუჩიო. ექიმებმა ეს არ ნიშნავს გაღვიძებასო, მაგრამ საწყალმა ანხელამ ერთ დღეს ჩაუსუნთქა და ამოიბუტბუტა. დედა? ექთანმა ტირილი დაიწყო. ერთ დღესაც ანხელამ თავი მოაბრუნა და თქვა, რატომ ვარ აქო? დრო გაჩერდა. ექიმებს თავი და ზარი დაებერტყათ, განათლებულ თავებში, კი მაგრამ 16 წელი უგონოდ იყო და ეხლა როგორ საუბრობსო. ანხელა ჯერ ვერ იაზრებდა რა მოხდა. როცა გაიგო რომელი წელი იყო, შოკში ჩავარდა და კინაღამ ისევ დაიძინა ამ ცხოვრების დედაცო. მან არ იცოდა ინტერნეტი, მობილური, პრეზიდენტები. ბოლოს რაც ახსოვდა, ფრანკოს რესპუბლიკა იყო, ახლა კი დამოუკიდებელი ესპანეთი დახვდა. ექიმებმა ბოლოს და ბოლოს ამოღერღეს და მისი მდგომარეობა შეადარეს ლეთარგიულ ძილს. ეს იშვიათი ფენომენია, როცა ადამიანი გაყინული გონებით იძინებს და გარე სამყაროს სრულიად წყდება. მისი ტვინი გაუმართავად მუშაობდა, მაგრამ ისე რომ თავი დაეცვა. სავარაუდო მიზეზებია სტრესი, ემოციური კოლაფსი. ანხელიკამ რეაბილიტაცია დაიწყო. მან თავიდან ისწავლა სიარული, ჭამა, ლაპარაკი. ჭამა რამ დაგავიწყა ქალო? ფსიქოლოგები ამშვიდებდნენ და ეუბნებოდნენ, თქვენ ცოცხლად წერთ ისტორიასო. უიმე, ქალმა დაკარგა მთელი ცხოვრება და არ შევეიმას თქვენ ისტორიას. მან პირველად იკითხა, სად არის დედიკო? ჩამოვარდა სამარის სიჩუმე და ანხელა თავისითაც მიხვდა, სადაც იყო საყვარელზე. ტკბილზე, ტკბილზე, ტკბილზე სიყვარული. დედა, დედიკო, დედა.
ანხელა დღემდე გაიძახის, რომ დედას მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი ესმოდაო. ანხელას დღემდე უჭირს ძილი. რა ვიცი, დედაია, მე არ მიკვირს, ქალს მთელი ცხოვრება ეძინა და ჰე. ყოველ დღე ჩასაძინებლად მედიტირებს და ლოცულობს, ეშინია, რომ ვეღარ გაიღვიძოს. მე შენ ამას გეტყოდი, ჩემო ანხელა, ერთ დღეს ყველანი დავიძინებ, არ აღელდე. ეხლა ის ნაწყვეტ იძინებს 2 საათი და ამბობს, ძილი ჩემი მტერიაო. რა ვიცი, აბა, როგორ შეიძლება ანხელიკო ძილი შენი მტერი იყოს, როცა ამდენი ადამიანია ძილით ცოცხალი. ანხელა ამჟამად 80 წელს უკაკუნებს. მისი ისტორია მსოფლიო წამყვან სამედიცინო ჟურნალებში დაიბეჭდა. ამის გამო ნამდვილად ღირდა 16 წლიანი ძილი. მოკლედ ის იყო ქალი, რომელმაც დაიძინა და 16 წელში გაიღვიძა. რა ვიცი, რა მეთქმის, მალადეც შენ ქალობას.